ტყვეობაში მცხოვრები ფატუ ყველაზე ხანდაზმული გორილაა. 13 აპრილს ბერლინის ზოოპარკში მისი 79 დაბადების დღე ნადიმით აღნიშნეს და მას ჩერი პომიდრით, ჭარხლით, პრასითა და სალათის ფურცლებით გაუმასპინძლდნენ. თუმცა დაბადების დღეზე არ იყო ტორტი, რადგან შაქარი არ არის მარგებელი დაბერებული ძუძუმწოვრისთვის. დასავლეთის დაბლობში დაბადებული გორილა 1959 წელს ჩაიყვანეს ბერლინში. ის მაშინ დაახლოებით 2 წლის იქნებოდა. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, ამიტომაც 13 აპრილს აღნიშნავენ. დღეს ფატუს დაბადების დღეს ვზეიმობთ. ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ის 79 წლის გახდა. ეს არაჩვეულებრივი ასაკია გორილისთვის. Ein sehr, sehr außergewöhnliches und hohes Alter. Ja, wir haben hier so einen kleinen Geburtstagskorb zusammengestellt. დიახ, ჩვენ აქ დაბადების დღის პატარა კალათა დავამზადეთ. მასში შედის ცოტა სალათა და ასევე ჭარხალი, პომიდორი, ჩერი და ნიახურის პატარა ჭხირები. ყველაფერი ვეგეტარიანულია. რა თქმა უნდა, მენიუში არ იყო ხილი, რადგან ხილი არ არის ჯანსაღი საკვები მაიმუნისთვის. ცოტათი მაინც ისეამოვნა. ვფიქრობ, ალბათ ყველაზე მეტად პომიდორი ჩერი მოსწონს და უკვე არჩევს მათ კალათიდან. Kein gesundes Futter und insofern გორილები ველურ ბუნებაში დაახლოებით 35-40 წელიწად ცოცხლობენ, ტყვეობაში კი უფრო დიდხანს. ფატუ ზოოპარკის ყველაზე ხანდაზმული ბინადარი 2024 წელს გახდა ფლამინგო ინგოს სიკვდილის შემდეგ. ფრინველი სავარაუდოდ მინიმუმ 75 წლის იყო და ზოოპარკში 1955 წლიდან ცხოვრობდა. აღსანიშნავი ის არის, რომ მან არა მხოლოდ გადააჭარბა მაქსიმალურ ასაკს, არამედ ის ოფიციალურად შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში. მე არ ვიცი სხვა გორილა ამდენ ხანს რომ ეცოცხლა. ის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული გორილაა. Ist sie auch der älteste lebende Gorilla auf der Welt. ფატუ სავარაუდოდ დასავლეთ აფრიკაში ველურ ბუნებაში დაიბადა, თუმცა გინესის რეკორდების წიგნისა და ლეგენდის მიხედვით ფრანგმა მეზღვაურმა ის საფრანგეთის ქალაქ მარსელში ჩაიყვანა და ერთ-ერთ ბარში ცხოველის სანაცვლოდ ვალი გადაიხადა. როგორც ამბობენ, შემდეგ ცხოველებით მოვაჭრე მის ზოოპარკს მიჰყიდა. ამჟამად ფატუ ცალკე ვოლიერში ცხოვრობს. მას ურჩევნია ზოოპარკის სხვა გორილებისგან დისტანცია დაიცვას. მას უკვე აღარ აქვს კბილები, დაქვეითებული აქვს სმენა, აწუხებს ართრიტი. ბერლინის ზოოპარკის პრიმატების ზედამხედველი კრისტიან აუსტი ამბობს, რომ ის ზოოპარკის მომლელებთან მეგობრულია, თუმცა არც სიჯიუტეს უჩივის. 79 წლის ასაკში კი მას ყველაფერი ეპატიება. იმედია, ფატუ კიდევ გაუმჯობესებს რეკორდს.